არსებობს მითები ორსულობის შესახებ, რომელიც ბევრ ადამიანს ჯერა და რის გამოც შესაძლოა ისინი ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. მე ჩამოგითვლით 10 ყველაზე გავრცელებულ მითს ორსულობის შესახებ. პირველი ეს არის ის, რომ ორსულმა უნდა ჭამოს ორის მაგივრად. მაშასადამე ორსულმა უნდა ჭამოს ბევრი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ორსულის კვება უნდა იყოს ბალანსირებული და ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი. რამდენი უნდა მოიმატოს ორსულმა ორსულობის პერიოდში? ამის შესახებ ცალკე გრაფიკს, სქემას შემოგთავაზებთ, რადგან ის ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წონისაა ორსული, მანამ სანამ ორსულობა დადგება, უბრალოდ ორსულობის დადგომისთანავე. თუ ორსულმა ჭარბად მოიმატა წონაში, ეს უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე, ასევე ნაყოფზე და მშობიარობის პერიოდის რისკებიც უფრო მაღალია. მეორე მითი არის ის, რომ მარჯვენა საკვერცხე არის ბიჭის, მარცხენა არის გოგოსი, ასევე სათესლე ჯირკვალზეც კი ამბობენ, რომ მარჯვენა სათესლე ჯირკვალი არის ბიჭის, მარცხენა გოგოსი და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ნაყოფის სქესს განსაზღვრავს არა საკვერცხე ან სათესლე ჯირკვალი, არამედ რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, რადგან თუ სპერმატოზოიდი არის Y ქრომოსომის მატარებელი, იქნება გოგო, თუ ის არის ბიჭი უკაცრავად და თუ ის არის X ქრომოსომის მატარებელი, იქნება გოგო. მესამე მითი. ნაყოფის სქესის განსაზღვრა შეიძლება ორსულის მუცლის ფორმის მიხედვით. ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. მეოთხე, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ვარჯიში არ შეიძლება. თუ ორსული ორსულობამდე რეგულარულად ფიზიკურად ვარჯიშობდა, დაკავებული იყო რაიმე სპორტის სახეობით, რასაკვირველია, მას შეუძლია გაგრძელება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. და ეს ეხება მაგალითად ძალოვან ვარჯიშებს, როცა სიმძიმეებით ვარჯიშობ და ასევე ისეთი ვარჯიშები, რომელიც შეიცავს ფიზიკური ტრამვის მაღალ რისკს. მეხუთე, ორსულობის დროს არ შეიძლება სქესობრივი ცხოვრება. სქესობრივი კონტაქტი ორსულობის დროს დასაშვებია ჩვეულებრივ, მაგრამ არის გარკვეული მდგომარეობები, როცა ექიმის რეკომენდაციით ორსულს ეზღუდება სქესობრივი ცხოვრება. მეექვსე, ყველა ორსული ორსულობის ერთ და იმავე ვადაზე გრძნობს ნაყოფის მოძრაობას პირველად. ორსული ნაყოფის მოძრაობას გრძნობს 18-დან 22 კვირამდე დაახლოებით. თუმცა არის შემთხვევები, რომ ცოტათი უფრო ადრე გრძნობენ პირველად ნაყოფის მოძრაობას, ეს არის დაახლოებით 16 კვირიდან, განსაკუთრებით ის ორსულები, რომლებიც პირველად არ არიან ორსულად. მეშვიდე, ორსულობის დროს არ შეიძლება მანიკური და პედიკური. მერვე, ორსულობის დროს არ შეიძლება შილაკი. რაც შეეხება შილაკს, ამ საკითხს უფრო სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან არ არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს შილაკის უსაფრთხოებას ორსულისთვის და ნაყოფისთვის. მეცხრე, ორსულობის დროს არ შეიძლება ეპილაცია და სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურები. ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივ მითია. ეპილაცია უსაფრთხოა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას ხშირად ახლავს ტკივილი, ხოლო ტკივილის მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურია, მან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. რაც შეეხება კოსმეტიკურ პროცედურებს, მაგალითად ბოტოქსი ან ბიორევიტალიზაცია სხვადასხვა ნივთიერებებით, დღესდღეობით არ არის შესწავლილი ამ ნივთიერებების გავლენა ნაყოფზე და ამიტომ ისინი არ არის რეკომენდირებული. და მეათე ის, რომ ორსულობის დროს ხშირად უნდა იწვე და დაისვენო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და ორსული თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად. მან უნდა დაისვენოს, დაწვეს, დაიძინოს, მაშინ, როდესაც ის გრძნობს ამის საჭიროებას და ასევე უნდა იყოს ზომიერად ფიზიკურად აქტიური. გისურვებთ ბედნიერ ორსულობას და დედობას.